თქვენ წეგან ახსენეთ, შეძლებთ ის პოულობს და თქვენ თუ მე ვიპოვე ღმერთი. მაინტერესებს გზა მაგისი როგორ შევიპოვოთ ღმერთი ჩვენ. ღვთისაკენ სულა უნდა იყოს ძალიან ბუნებრივი. რას გულისხმობ ბუნებრივს? აი ჯერ ერთი ღმერთი არ არის შორს ჩვენგან. მართალია ჩვენ დავიბადეთ ქრისტეს მოღვაწეობიდან 2000 წლის მერე დედამიწაზე. მაგრამ რადგან ქრისტე ჩვეულებრივი ადამიანი არ არის, არამედ იგი ღმერთი კაცია, ანუ ადამიანად მოსული ღმერთია. ის თავისი მადლით გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დღესაც გავხდეთ მისი მოწაფე. ეკლესია არის არაუბრალოდ ადამიანური ინსტიტუტი, არამედ ის არის ორგანიზმი, რომელიც მე მაძლევს საშუალებას ღმერთი ვიპოვო და შევძლო მასთან ურთიერთობა. ეკლესიის გარეშეც მე რო ღმერთს რაღაცას ვეუბნები, ღმერთს ისედაც ესმის. ეკლესია მე არ მჭირდება იმისათვის, რომ ღმერთს რაიმე უთხრა. მაგრამ ეკლესია, რომლის ნაწილი უნდა გავხდე მე, მჭირდება იმისათვის, რომ ღმერთი რასაც მეტყვის და როგორც იმოქმედებს, მე ეს ვიგზნო და განვიცადო. კონკრეტულად ადამიანმა რა უნდა გააკეთოს? ეკლესიაში ყველაზე ძვირფასი რაც ხდება, ეს არის ევქარისტია. ანუ როცა მორწმუნე მრევლი იკრიბება და პური და ღვინო გარდაისახება ხორცსა და სისხლად, ანუ ის ქმედება, რომელიც არის გაგრძელება საიდუმლო სერობის, რომელიც უფალმა აღასრულა ჯვარცმის წინა დღეს. და უფალმა თქვა, რომ ეს ყოველთვის უნდა გააკეთოთ, ეს უფლის ანდერძია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. გვასწავლა როგორ და მადლი რა, ეკლესია არსებობს იმ დღიდან, რაც სულიწმინდა გარდა მოვიდა ჩვენზე. ანუ ეკლესია მაძლევს საშუალებას, რომ ვიმყოფებოდე საიდუმლო სერობაზე და მივიღო ღვთის მადლი. რა არის ღვთის მადლი? უფალი ამბობს, ვინ შეჭამს ჩემს ხორცს და სისხლს, მე ვარ მასთან და მასში იწყება მარადიული სიცოცხლე. ევქარისტიული პური და ღვინო, ანუ ხორცი და სისხლი უფლისა, არის მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის ხორცი და სისხლი. ანუ ის თავის თავში ატარებს პარადისობას და თავის თავში ატარებს უკვდავებას. და მე რადგან არ შემწეღავ ჩვენ საუბრობდით ადამიანმა შეიძლება იცოდეს რა არის სიკეთე, მაგრამ ვერ აკეთოს, ვერ მოერიოს ამას. მაგრამ სამაგიეროდ ადამიანი როდესაც ეზიარება მაცხოვრის ხორცს და სისხლს, მასში შემოდის უკვდავება, მასში შემოდის მარადიული სიცოცხლე, მადლი და აი ამ ყველაფრით ადამიანი ახერხებს სწორი მიმართულებით იაროს. გარდა ამისა, ესე იგი მე რა ვთქვი, ანუ ეს არის მადლთან ურთიერთობა, სადაც ქრისტემ თავისთავად დაგვიტოვა, ქრისტემ ერთის ადამიანურად ერთის ხვივი ამაღლდა, მაგრამ მეორე ხვივი მან თქვა, რომ მე თქვენთანა ვარ, სანამ ეს სამყარო იარსებებს და ევქარისტიის სახით საკუთარი თავი დაგვიტოვა, ანუ მასთან მიახლება, ევქარისტიასთან მიახლება, იგივე ქრისტესთან მიახლება. გარდა ამისა, ანუ საიდუმლოებები დაგვიტოვა ეკლესიაში, ანუ მადლის მოქმედება ხდება ჩვენზე. გარდა ამისა დაგვიტოვა მან წმინდა წერილი, რომლითაც ჩვენ ვიგებთ თუ როგორი არის ქრისტე, ვინ არის, რას გვასწავლის, როგორ ცხოვრობს და ჩვენ როგორ გვარიგებს და რანაირად უნდა ვიცხოვროთ. ანუ წმინდა წერილი, ანუ სახარება 60 ეს არის ხატი ქრისტესი, რომელთან ურთიერთობაც მე ყოველდღიურად მასწავლის, როგორია ქრისტე და მას მივბაძო ამის საშუალებას მაძლევს. იმიტომ რომ ნახეთ, მე ხო აი ჩვენ ხშირად გვინახავს ფილმის ან ვიღაცა ადამიანი, რომელსაც ჩვენ მივბაძავთ, კიდე რომ ეგეთი იყო შინაგანად, აი ესეთი და რაღაც თითქოს მაგალითია ხოლმე. ყველა ადამიანისათვის მისაბაძი მაგალითი არის ქრისტე. ჩვენ მას უნდა მივბაძოთ. ისეთი უნდა გავხდე და რო გავხდე, მე უნდა ვისწავლო როგორია ის. ანუ წმინდა წერილი და ჩემი პირადი ურთიერთობა მე ღმერთთან. ეს არის ლოცვები დილას, საღამოს. ანუ დილას საღამოს პირობითად ამბობ, იმიტომ რომ ლოცვა ეს არის მდგომარეობა ადამიანის, რასაც ჩემი გული ყოველთვის მას ეძებს და მასთან ურთიერთობას ცდილობს. ის ცოცხალია და მასთან ურთიერთობა არ არის რთული. მაშინ, როდესაც მე ვცდილობ, რომ მას დავემსგავსო, თორე თუ მე ცხოვრებაში ცხოველი ვცხოვრობ, ეხლა აბამიდი გააგებინე გოჭუნიას, რომ შენ ადამიანი ხარ. გააგებინე, ვერაფერს ვერ გააგებინე.
იმასაც შენ გოჭი გონი ხარ, თუ ამოუწვევი გვერდში ლაფში და იღრუტუნებ, თulis რომ შენ ანუ ვერაფრით ვერ მიახოდებ, რომ შენ ადამიანი ხარ. იმას გონია რაღაც შენ მისნაირი არსება ხარ. ძაღლებს მაგალითად ესეც წვნიან და ცხოველებს. აი ცხოველებს რო წვნიან, აი ლომებს წვნიან. როგორ ხო გიკვეშ ლომი როგორ უნდა გაცნო. იციან ჯოგში ლომს რა დამოკიდებულება აქვს ჯოგის წევრებთან და ლომი ვის ირჩევს თავისი ჯოგის უფროსად. და რა თვისებები უნდა კონდეს ლომებთან, მგლებთან და ასე შემდეგ ჯოგის უფროს. წვნელი იმ ჯოგის უფროსის თვისებებს ავლენს და ლომს გონია წვნელი ჯოგის უფროსი. და ემორჩილება, ხედავთ? ანუ ლომს ადამიანს რო უყურებს, ის ლომი გონია. თავისი ლიდერის თვისებებით და ამიტომ ემორჩილება, თორე იმას ერთ წამში გაგლიჯავს, ხო ხვდებით? ხო და ადამიანთან რომ ღმერთმა ისაუბროს, ჩვენ თუ ცხოველი ვართ, ვერაფერს ვერ გაგაგებინებს ღმერთი. აი რა უნდა ქნას ღმერთმა რომ გაგაგებინოს, მე შენთანა ვარ, აი რა უნდა გითხრას. თუ ძალაუფლება, ძალა, სასწაული, კაი ბატონო, კაი, მაგრამ შინაგანად შენ არ შეიცვლები, ისე ვის დარჩები. შენ რომ შეიცვალო, რა უნდა ქნას? სიყვარული დაგანახა, აი ესეთი უნდა იყო. და თუ გაყვები, თუ არ გაყვები, ძალას ხوار დაგატანს. შენი არჩევანი უნდა იყოს. ეკლესიას მხოლოდ შეუძლია მიგანიშნოს. შენ უნდა გახდე ეკლესიის ნაწილი, მღვდელს შეუძლია მიგანიშნოს. აი ესე უნდა იარო და შენ უნდა იარო. ადვილი არ არის ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ორიენტირი გვაქვს ქრისტე. ვინც ეძებს, ის ყოველთვის პოულობს.